ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს შოუში შეგიძლიათ მოусმინოთ პოპი, соуლი, რეპი, საკეიფო, მაგრამ ხალხური სიმღერა უფრო იშვიათად ჟღერს, მაგრამ დღეს ეს ბედნიერი გამონაკლისი გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად არის უნიჭიერესი შაბან მამედოვი. მოგესალმები, ჩემო შაბან. როგორ ხარ? მიპასუხე, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვართ, იმიტომ რომ შენ გვესტუმრე. აი მეც ფანტასტიკურად, იმიტომ რომ შემოსვლისთანავე საოცარი ენერგია, საოცარი პოზიტივი, საოცარი ხალხი და ამის შემდეგ უკვე შეუძლებელია რომ ცუდად იყო ან რაღაცა უენერგიოთ და რაღაც განწყობი. შეგენაცვა. ამიტომაც ვარ ფანტასტიკურად და ვარ სიმღერის ხასიათზე რაც ყოველთვის. სიმღერის ხასიათზე. ოდნავ რომ მოითფინო შეიძლება? თუ კიდე დავიწყოთ პირდაპირ, რა ვიცი. არც ეგ არ არის პრობლემა. გაიხარე. თან ახლა შენი წარმომავლობაც რომ გავიხსენოთ ასე ვთქვა და ხაზი გავუსვათ მარნეულიდან ხარ შენ და მარნეულში ყველაზე პოპულარული სიმღერა შემთხვევით ის ხომ არ არის, რა ქვია, ჯანაია და რატო იცი, დილი ჩემოტანილი, კიტრები დამწვანილი. ოღონდ ჩვენთან არის მეზობლის დაკრეფილი. მეზობლის პატარძალი ამოვარდა ეს. ჩვენთან მეზობლის დაკრეფილია ეგ. იმიტომ რომ ყოველ მეორე მეზობას კიტრი და პომიდორი აქვს მანდ. გადასარევია. უნდა ჩავიდეთ ახლა სეზონი დაიწყება თუ არა, დამატიჟებულები ვართ, ვიცი მე შაბანის ამბავი. ესე იგი, ჩვენ შოუში ყველაფერ რაღაცა საიდუმლოს ფარდას ხვდით ხოლმე, ახლა დიდი საიდუმლო არ არის ის, რომ შენი ნიჭიერება და შენი ესე იგი ვოკალური მონაცემები შეამჩნიეს 6 წლის ასაკში და მამამ შეამჩნია ეს ამბავი, ხო? ხო და ჩვენი ამიკოს შემთხვევაში ჯერ ნიჭიერება და ხმა შეამჩნიეს და მერე შეამჩნიეს ამიკო. და საბოლოოდ როგორია, ორივე შეიმჩნია თუ როგორ გამოვიდა? ნუ ახლა ვამჩნევთ გინდა თუ არა, გამჩნევინებს თავს. ისე ვერ გაჩერდება მოგეხსენება და მოკლედ რადგან ამ თემას შევეხეთ, 6 წლის ასაკში გამოავლინე შენი მუსიკალური ნიჭი და სხვათა შორის მე ცოტა გულდათუთქული ვარ ამ ამბავში, იმიტომ რომ ჩემი იუმორისტული მიდრეკილებები 54 წლის ასაკში შეამჩნია. უარაგერა. ცოტა დაგვიანებული და ეს დაგვიანებული ყვავილივითა ვარ მართალი რომ გითხრა, მაგრამ ეს დაგვიანება რაღაცა შენთან უფრო სხვა ასოციაციას მიქმნის რა. ეს დაიგვიანეს, რამეს ხომ არ მიგითითებს ეს სიტყვა? კი. შემიძლია პირდაპირ გამოვხატო ისე როგორც მე მჩვევია ხოლმე. აბა მიდი. დაიგვიანეს ჯერარსა და ჩანანარო მაგრამ სალამურს თუ მოჰკარეს ხური ანადამატურის ძალითა გამოსცეს აქეთკენ მისუგუს ხამაუცანო ამას როგორი უთი დავიწყე, ამითი დავამთ, ესე იგი, აი ამ სიმღერის გამო და ამ სიტყვების გამო, რომელიც ასე ლამაზად მოგვაწოდე, ჩემო გოგოებო, ყველა დაგვიანება მიპატიებია თქვენთვის. ამიკო, შენც კი შეგიძლია გვიან მომცე ჩემი ვალი. დაგვიანე. თუ კიდე სულ არ მომცეთქო, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ დამიჯერებ. გაიგვიანე. ამაზე ბატონმა დავითმა მითხრა ერთი კარგი სიტყვა ცინცაძემ. შენ შეგიძლია ამის მერე იმღერო დაიგვიანეს და დაიგვიანო ყველგან. კი ბატონო, გოგონებო ახლა მთლად მასე პირდაპირ მნიშვნელობით თუ გაიგეთ, მაგრამ შიგადაშიგ შეგიძლიათ. ესე იგი, ჰამლეტ გონაშვილის სიმღერებზე ვარ გაზრდილიო, ხო? ნათქვამი გაქვს და მართლა ბედნიერი ბავშვობა გქონია. ჩემო შაბან. და აი საიდან დაიწყო ეს ქართული სიმღერის მიმართ სიყვარული?
რეალურად ვიდრე ქართული სიმღერის სიყვარულს ვიტყოდეთ, ალბათ ჯერ საჭიროა სამშობლო სიყვარული. ხო, როცა შენი სამშობლო გიყვარს როგორც მის პატრიოტ შვილს, შემდეგ უკვე სიმღერაც რა თქმა უნდა სხვანაირად გიყვარს. და ეს ჩემი ოჯახიდან მოდის. რაც შეეხება ქართულ სიმღერას, ქართული სიმღერისადმი ჩემი სიყვარული და აი ქართული სიმღერის მართლა პირველი ბედნიერი წუთები მე მახსოვს ჩემს სკოლაში. მე დავამთავრე 202 უსინათლო და მცირე მხედველთა საჯარო სკოლა და მახსოვს ვიყავი მეორე კლასში, როდესაც გავცივდი. და ჩემმა უსაყვარლესმა დამრიგებელმა ლალე ხატიაშვილმა ჩამირთვა მაშინ ბატონი ჰამლეტის სიმღერა მზეო თიბათვისა. და მე მახსოვს ჩამეძინა ამ სიმღერის ფონზე და როდესაც გამეღვიძა, რაღაცნაირად იცით ისეთი ემოცია მქონდა, რომ თითქოს კიდევ მიჟღერდა, მიუხედავად იმისა, რომ გამორთული იყო ეს ყველაფერი. და შემდეგ, როდესაც წამოვიზარდე, უკვე ინტერნეტთან დავიწყე ურთიერთობა, აი ამის შემდეგ დავიწყე მისი ეს რაღაც არამქვეყნიური, მისტიური ხმის შესწავლა. ბოლომდე ვერავინ ვერ ჩაწუდება რაართალია ბატონი ჰამლეტის ხმას, მაგრამ მე როდესაც ვამბობ, რომ სურს მისი ხაზის გაგრძელება არ ნიშნავს მის მიბაძვას. ეს არის შეუძლებელი. ჰამლეტ გონაშვილი არის ერთი და განუმეორებელი და ასე იქნება ყოველთვის. თითოეული ჩვენი დიდი მადლობა. გაგრძელება ნიშნავს იმ სისადავის და იმ დონის გაგრძელებას, რომელიც მან დაგვიტოვა თითოეულ ჩვენს. გაიხარე, ჩემო ჟამან, აბსოლუტურად გეთანხმები და თან არა მარტო ხალხურში, საესტრადო სიმღერებშიც უნდა გავაგრძელოთ იგივე ხაზი და მე ალბათ გადაცემის ბოლოსკენ მოვბრუნდები ამ თემას. ნათქვამი გაქვს, რომ ძალიან ნერვიულობ, როცა მღერიო და ღელაო ძალიანო და რა არის იცი? კი ღელა, მაგრამ თან ვიცი რომ გამშვიდებს, ხო? სიმღერა მომშვიდებს. მე მახსოვს ერთი მომენტი. ზოგადად, როდესაც პირველად კონკურს ფესტივალზე გავედი საერთაშორისო დონეზე, მაშინ მახსოვს მამაჩემის მხარდაჭერა, როგორ ეჭირა ჩემი ხელი. და ალბათ თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვს ის ბრწყინვალე პროექტი ხალხური პირველი არხის. მე მან გასვლისას მქონდა ესეთი სიტყვა, ჩემთვის ვამბობდი გულში, რომ ჰამლეტ შენთვის. სიტყვა ჰამლეტ შენთვის რას ნიშნავს, რომ მე ვაგრძელებ იმას, რაც შენ დაგვიტოვე. და იმედია რომ გავართმევ თავს და მე ვამბობ რომ სულ ცხონებული ყოველთვის მეხმარებოდა ამ საქმეში. აუცილებლად გაართმევ თავს შემოთავან. მე მიუხედავად იმისა რომ გამშვიდებს სიმღერა, მაგრამ თავიდან განერვიულებს, გადაცემის ბოლოსთვის მაინც კიდევ გაგანერვიულებთ რომ ჩვენ დამშვიდეთ მერე ყველა შენი სიმღერით. დავუყოთო რომ აქ ეგენაცვალე. ერთი ნატრა კი მაქვს ისე მართალი რომ გითხრა, სიმართლე გითხრა, ერთი კი არა, ორი ნატრა მაქვს კი არა და ორპუნქტიანი ნატრა მაქვს. ხოდა ეს ორი პუნქტი მიყვარს ძალიან, იმიტომ რომ შენთან ერთად სიმღერაც მინდა და კეიფიც და დალევაც. ორივე ერთად რომ გავაკეთოთ, პრინციპში არც ეგ იქნება. შეგენაცვალე. მოდი მაშინ, ჯერ სიმღერით დავიწყოთ ახლა გადაცემაში და მერე განვაგზავნოთ როგორც წესია და რიგია, ტიტრებიდან ამბავი ამბავი. ერთი ვეცებდი ვაი სადარავი არე როთა ჟამი მიმატებდა სევდას რაც ამ ქვეყნად ცოდვა ბრალი დრიალებს ზეცა როგორ არ შავდება ნეტა სამართალი არ ვიცი გაგონილა ცეცხლად მეკცა წყალი ღმერთო ჩემო
ჩემი ცოდვით დავიწვი ერთხელ მაინც გავახილო თვალი ტრიალებს ბედის ბორბალი ტრიალებს დრომიდის დროუცებ გადვადიალებს ვინიცის ვინით ღვიის ვინ მოგვიშუშებს იარებს ტრიალებს ბედის ბორბალი ტრიალებს ჩვენი სტუმარი იყო ყველასათვის უსაყვარლესი მომღერალი შაბან მამედოვი.